ზუსტად წელიწადნახევრის წინ ძალიან კაი სასტუმრო ააშენე ამის მფლობელებმა ჯერ თითქმის ეს ბიზნესები განვითარდა, ბოლო წლების განმავლობაში ამ ხალხის და რამდენიმე ბიზნესი განვითარდა, რამდენიმე სერიოზული კომპანია განსაკუთრებით რუსული ემბარგოს შემდეგ. ორი სასტუმრო გააკეთეს მანამდე, მათ შორის თელავში შატომერე და მე ესე მოვკიდეთ ხელი, დამოვიყვანე ამ ტბის თავზე. ეს პაც ხელოვნურად ჩვენ გავაკეთეთ და უთხარი რომ აი ხა ჩვენ ეს გავაკეთეთ, ძალს მოგიყვანთ. თუ გინდათ კრედიტსაც მოგცემთ, ოღონდ ძალიან ხოთ ააშენეთ და ააშენეთ. ალბათ ხვები იტყოდა რომ ეს არის უბრალოდ დღეს მოვისმინე ტელევიზორში რომ აი ესე ძალიან უფრო ხელით რომ მიყავდათ და ესე ეგრევე ცუდიაო ეკონომიკაში. არ მგონია რომ ეს ცუდი იყოს ეკონომიკისთვის და ყვარლისთვის ეს რა გავაკეთებიათ. არ მგონია ცუდი იყოს ფლობელისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ვეღარ ფულს გააკეთებს და ბალდიერიც ხდება ისაც რომ ეს არ იყო არაფერი. ეყოლას გვახსოვს ეს ამდენად. არაფერი არ იყო და ნუ გაკეთა ეს ყვარლის ტბა, რომელიც იყო კერძოსაკუთრება და ლოპოტა, ორივე კერძოსაკუთრება, ძალიან წარმატებული პროექტებია. კარგია რომ გაკეთდა, მაგრამ ხალხს არ უშვებდა. და ხალხს რახან არ უშვებდა? როგორ ხალხს არ უშვებდა? იქ თუ ფული არ გადაიხადე და თუ იქ აღიშვა. ახო ცხოვრობს ხალხი და ნუ ბუნებრივია ამ ხალხს გაუჩნდა ეს უსამართლობის განცდა. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ეს ტბა ხელოვნურად, გავუკეთეთ პლაჟი ბევრად უფრო მაგარი ვიდრე იქა. ანუ უფასო. ხო. და აქ ეხა არის შაბათ-კვირას რომ მოხვიდეთ სუსავსია გაჭედილი ხალხი ყველაფერი ნახეთ კაფეები გაიხსნა რაღაცები ხო ეს ეკონომიკა როგორ ხდება თუ სახელმწიფო არ ჩაერეოდა აქ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებდით აი ხო ადრე ეს ხალხი სადღაც იყო აი შაბათ-კვირას რომ ანუ იგივე ბიზნესმენები ხომ არსებობდნენ ხო არა იგივე შაბათ-კვირას ხო სადღაც სალმინიოდა ეს ხალხი არ ვიცი ეხლა შაბათ-კვირას აქაურობა არის სუსავსი ვერ გავიდი მე ხა ველოსიპედით ვარ ხოლმე და აი ხა ჯერ ადგილობრივად დაიწყეს ველოსიპედი ვერსიალურ მაგრამ ეხა შაბათ-კვირას აი საერთოდ ნემს ვერ ჩააგდებ და ის კაფეები და რესტორნები მუშაობს სულ დატვირთვა ესეთ რაღაცე პროექტები თუ შეჩერდება ეკონომიკა წინ ვერ წავა ეს ბუნებრივია სრულიად რა გზა რომ მოვიყვანეთ თან მაგსავარია ყვარელი უფრო დაცულია წყალდიდობებისგან ამას ეხა აქვს ასევე ეს მნიშვნელობა წყალდიდობებისგან დაცვის და ეს ყვარელი დაცულია სამაგერად ყვარელებს გაუჩნდათ შემოსავლის წყარო ყვარელში თუ შეიძლება ტურისტი ყოფილიყო საერთოდ არავის საბჭოს ეს არ გამორიცხული ილია ჭავჭავაძე აქედან იყო ოცნებას არ შეეძლო ხო ამაზე არ ყვარელი გახდა ეხა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტურისტული ადგილი საქართველოში მამაში ფულს არის კერძო ბაუზები პარკი არის სახელმწიფო ეს ბულვარი არის სახელმწიფო ძალიან მაგრა განათებული სადაც აქტიასტრის მოდი ერთ-ერთ გადავიდეთ ხო სურათებს კიდეც მე გადაგიღოთ თუ გინდა ესე იგი როგორ რაღაცა აქ როცა გადავწყვიტე ეს როცა დავიწყეთ ამ საჯარო სივრცის კეთება გავგიჟდე ისე მომეწორა თან ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ერთ-ერთი ჩემ ცხოვრებაში მარა ჭავჭავაძე ჩემ ფრანგულის მასწავლებელი არის დაკრძალული აქ ეკლესიაში ჭავჭავაძეების კარის ეკლესიაში და ამიტომ რაღაცა ეს ნოსტალგიაც ქონდა ამ ადგილის მიმართ თან ილია ჭავჭავაძის ადგილია და ნუ გადავწყვიტე ნაკვეთს აღება მიწის და შეუმთავაზეს პირველად შეუმთავაზეს მაშინ რომ აქ იყო ეს არის ყველაზე ლამაზი ადგილი აქა და ეს მიწა იყიდეო როგორც იყო სახელმწიფო მეურნეობის ყოფილი მიწა და იყიდეო აუქციონზე და ნუ ხა ისიც ლეგალური იქნებოდა მაგრამ რომ მოვიდე ნახე მივხვდი რომ მეოთხე ეს უნდა მიწეთ სასტუმროს ესეთი უნიკალური ადგილი საქართველოს მე აქ ყოველდღე არ ვივალი და სასტუმრო თუ გაკეთება ძალიან მაგარი რაღაც გამოვა და მართლა ესე მოხდა რა აქ საერთოდ წარმოიდგინეთ რამდენი სასტუმრო გაკეთე ესე იგი ეს არის ლოპოტა ყვარლის ტბა შემდეგ ეს ზებოთ ეს შატომერეს ფლობელმა რაც გააკეთა და მე იუსტიციის სამინისტრო რაც გააკეთა იუსტიციის ცენტრი რომელიც სასტუმრო უნდა ყოფილიყო ამას გაჩვენებთ და კიდე კეთდება 2 თუ 3 ყვარელში კი არა საერთოდ თელ კახეთში იყო ერთი ინტურისტი და ისიც მე გაუქმებული იყო თელავის რომელიც ეხა კეთდება მაგრამ ეხა გაიჭედა ისევ წარმოიდგინე რამხელა ტურისტული უცებ გაჩნდა რამდენიმე ასეული მაღალი კლასის სასტუმროს ნომერი იქ სადაც არავინ არ მოუდა ტურისტ გავითებას. რამდენი ადამიანისთვის არის ეს შვება. ხო აი ეს მიწა უნდა ყოფილიყო ჩემი მოკლედ რა. აი როგეუბნეთ სადაც ეხა შევდივართ. ეს მიწა უნდა ყოფილიყო ჩემი და ეხა წარმოიდგინეთ რა საშინელი იქნებოდა რომ მიეთვის სახელმწიფოს მიწა პროკურატურას უკვე 20 ტომი იქნებოდა და რა შორს ჭერტელი ხო ხედა. ეხა ვიყიდე კერძო ფლობელისგან და პრეტენზია არ არსებობს. კიდევ მინდა რომ მკითხოთ დედით იმერელმა და მამით ქართველმა. მაინც აკეთეთ კახეთი. ერთი ღვინო არის სიმბოლო საქართველოს, ხო? მეორე
შემთხვევით მოხდა ბევრი რაღაცა, იმიტომ რომ ამოვედი ეხლა ვაკეთებ ბევრ საქართველოს ძალიან ბევრ ადგილზე რაღაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცნაირად ამ ადგილმა მომცა. შეიძლება იმის გამო რომ ჩემ ფრანგულის მასწავლებელი მარა ჭავჭავაძე რომელმაც ძალიან ბევრ რაღაც გააკეთა ჩემთვის და ნუ პრაქტიკულად ერთ-ერთი ჩემი თავი გამზდელი იყო აქ არის დაკრძალული ეკლესიაში შეიძლება იმის გამო რომ ილია ჭავჭავაძეც ჩემი ყველა საყვარელი მოღვაწე აქ არ არის შეიძლება იმის გამო უბრალოდ რომ ხალხი მომეწონა მაშინ იქ მით შევხვდა თუმცა ხალხი ყველგან მოწო საქართველოში ალბათ მაგრამ იყო ის რომ ერთხელ რომ დავმკვით კახეთს ეს აქ რო ერთხელ რომ დაფუძდები მე სუგიზდავს აი როგორ რაღაცა ანდამატივით არის ეს თებით გეძახის უკან არ ყვავილისთებს ხო აქ იდეეთოც მართლა ეს სულ გეძახის ძალიან მაგარი კლიმატია ძალიან მაგარი პრინციპში ეს სიწყნარი რომელიც მე მაინდა არ მიზიდავს მაგრამ ნუ ბევრისთვის ეს მნიშვნელოვანია და ასევე არის ძალიან მაგარი საჭმელი და ძალიან მაგარი ღვინო სოფლიოში ნამდვილად ყველაზე მაგარი ღვინო მე შემდგომ რო თქვა პირადად ამას მივიღებდი რომ ცოტა ის რა ქვია უცილობს რომ მას იამოვნოს მაგრამ სარკოზი მომიყვა რომ მეც ღვინო საერთოდ არ ხსოვს რომ მონაკოს პრინცმა ალბერტმა რომ მეც აქ დაწურა ღვინო და მე დალია მითხარ რომ ყველაზე მაგარი ღვინო ერთ-ერთი რაც გაუსინჯია სოფლიოშიო არისო თქვენთან რომ შენთან გასინჯა სახშიო ეხა მონაკოს პრინცია ხო ეხა ღვინის სამშობლოებთან არის გარშემორტყმული და მაგის მეტი რა იცის ამიტომ ეს თავისთავად მართლა ძალიან მაგარი ღვინო აი ესეთი ღვინო აქ რო არის გახო ჩემი საფერავის გემო არის ესეთი არის სასიკაია იტალიური ღვინო რომელიც ღირს რაღაც 200 евро 300 евро ბოთლით ყველაზე ძვირი და მაგარ ღვინოთ ითვლება და აი ზუსტად იგივე გემოა რაც ჩემს საფერავს ბუნებრივი ეს ადგილი სიმბოლურად შევარჩიეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე გამოიკოთა, რომ თითქოს რაღაც თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაზიკას. კი, მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის კი არა საქართველოს არის გადამწყვეტი მნიშვნელობა პორტის, ახალი პორტის აშენება შავ ზღვაზე, იმიტომ რომ ამის გარეშე სერიოზული განვითარება ქართული ეკონომიკის არ იქნება პრაქტიკულად არანაირ უახლოეს პერსპექტივაში, იმიტომ რომ საქართველოს საკმარისად უკაეს შეხედოთ, რომ რა არის მისი განვითარების წყარო. მისი განვითარების წყარო არის ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, როგორც სინგაპურის, როგორც დუბაის, ეს არის ცენტრის თავარი ყველაზე მოკლე გზა, მოკლედ ჩინეთიდან, რომელიც რაღაც იქით არის და ევროპისკენ, რომელიც იქით არის, ყველაზე მოკლე მარშრუტი გადის ამ ადგილიდან და რუმინული პორტი კონსტანციდან. ფოთის პორტი ნიკო ნიკოლაძემ თავის დროზე აშენა მან ჩინელი დროისთანაც მაშინ ხო პატარა გემები, მაგრამ ფოთის პორტში მაქსიმალური ტვირთ მზიდაობა გემების არის 50-60,000 ტონა და თანამედროვე დიდი საკონტეინერო გადაზიდვების ეს არის ძალიან ცოტა. მინიმალური რომ თანამედროვე პორტი ქონდეს, მინიმალური არის 100,000. ამიტომ ფოთში არ უნდა ჩაყარო ასობით მილიონები და ალბათ მილიარდები რომ გააფართოვო და სუწმინდო, ან უნდა დაკმაყოფილდე რომ გაქვს პატარა პროვინციული პორტი. თუ შენ გინდა დიდი გადაზიდვები, დიდი პორტი 100,000-ზე მეტი გემები. ეხლა დღეს 100,000 გემები შედის ნოვოროსიისკში, შედის კონსტანცაში, შედის ვარნაში და მაგრამ იმისათვის რომ წამოიღო ჩინური ტვირთები, მაგალითად ნოვოროსიისკში როგორ მოდის, ესე მოაქვთ თელი რუსეთის გავლით და თელი შუა აზიის რუსეთის და მოაქვთ ნოვოროსიისკში, ხო? აქ ჩვენ გვქონდა შანსი გათვალისწინებით რომ არის ბუნებრივი ღრმა კანიონი 12 მეტრიდან იწყება და უფრო ღრმა რაც ფოთში არის სადაც 6-7 მეტრი და ეს განსხვავება ეძლევა სწორედ ამას რომ აქ გაგვეკეთებია ის სპორტი რომელიც განვითარდება. ხა თავის დროს ნიკო ნიკოლაძემ განავითარა ეს ფოთი ისე რომ წამოიღო რუსული სამხედრო ტვირთები, იმიტომ რომ რუსეთი ებრძოდა თურქეთს და რუსული ფლოტის მომსახურება იყო. ჩვენ ქონდა შანსი და ეს შანსი ჩვენ დავკარგეთ. რომ მომავალ წიდან დიდი ტვირთები ამერიკული ავღანეთთან წამოგვიყვანთ, რომ შემდეგი 2-3 წელი იქნება დიდი გამოტანის წლები. ზუსტად ასევე აშენდა სინგაპურის აშენდა ამერიკის სამხედრო ფლოტმა. ფოთი აშენდა რუსეთის სამხედრო ფლოტმა. ყველაზე უფრო ადვილი ტვირთი არის სამხედრო ტვირთი. ჩვენ აი ეს ფანჯარა გქონდა, აი ეხლა გქონდა ეს ფანჯარა საქართველოს, რომ ავღანური ტვირთებიდან გამომდინარე წამოგვიყვო ეს ტვირთები. გეგმა, პროექტია, ფული იყო. ფული იდო ანგარიშზე. და ეს რა ფული იყო, ესე იგი, აი ესე შემოდიოდა არხი. ამას უნდა დაახლოებით დამთავრება 15-16 თვე და დაიწყო შარშან აგვისტოში. ესე იგი, ამ არხით შემოვიდა 2 პანამაქსის, ეს არის 100,000 და ზემოთ ტვირთზიდი. ესე იგი, აქ შემოვიდა, აქ დადგებოდა, სადღაც აი დაახლოებით ამ ბუჩქებთან. იქ შესაბამისად ამ წეებით დგებოდა, იქ რკინიგზის ხაზი მოდიოდა, გადმოიტვირთებოდა და შეუძლია და იქ ასევე რეიძე დაახლოებით 8 გემი შეიძლება დადგეს. რეალურად ნოვოროსიისკს გაუნახევრებდა ეს სპორტი ტვირთბრუნვას. თუმცა სწორედ აი ამ პროექტის გამო თქვენს მიუჰაუზენობა დაგაბრალეთ.
ვიყავთ, როგორ ბათუმზეც ესე იძახოდნენ, ხო, ქუთაისზეც ასე იძახოდნენ, ყველა ჩვენ პროექტზე 9 წელი ხო დღე-დაღამე ვაშენებთ. 2 წლინახევით რო დაგვიწყო ამის შენებლობა, ეს უკვე დამთავრებული იქნებოდა. სამწუხაროდ, აი ესე მოხდა, რომ დაემთხვა ჩვენ კონსტიტუციურ ციკლს და არჩენება და ამის გარშეაჩერა ეს პროექტი. ეხა ეს უკვე ყველაფერი გათხილი უნდა იყოს და რამდენიმე თვეში პირველი გემი უნდა შემოსულიყო აქ. აი ამას უნდა შემოდა შემოსავალი. ის უკან სამეგრელო სოფლებში აქვს ხალხს 2000 მეტრი, 3000 კვადრატული მეტრი. პრაქტიკულად მიწა არა აქვს. ორი ინდაურს ვერ არჩენს ის მიწა, რაც უნდა მოუხრან და დაუთესო. თუ ის ხალხი არ გადმოვა ქალაქებში მუდმივ სამუშაოზე და ქალაქები საქართველოში იყო მარტო ერთი თბილისი. ამას დაემატა ბათუმი, რომელიც გახდა ქალაქი, ქუთაისი, რომელიც გახდა ქალაქი. ეხა სხვა რაღაცებსაც ქვია ქალაქი, მაგრამ ხალხი ცხოვრობს სოფლის მეურნეობით რეალურად იქ. ამიტომ ეს იყო შემდეგი ქალაქი და ნახეთ, რამდენიმე ქუჩა კეთდებოდა ესე, ჭაობების ნაწილი უკვე დაშრობილი აქ და დანარჩენების დაშრობა ეხა ეს არ იყო ტექნოლოგიურად სრული პრობლემა. თქვენ ამბობთ, რომ აქ გემები აღარ შემოვა? როგორ არ შემოვა, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ამ თავრობის გამო, ამათი ბოღმის გამო, პირდაპირ ვთქვა, იმის გამო, რომ ყველაფერი ჩემი ჯინაზე უნდა გავუკეთებიათ, ჩვენ დავკარგეთ წარმოუდგენელი შესაძლებლობა საქართველოს ეკონომიკა გაორმაგებულიყო შემდეგ 5-6 წლის განმავლობაში. მარტივად რო ველაპარაკოთ რა, ესე იგი ეს ავღანური ტვირთები ეხლა არის. მე ვერ ვხედავ დიდ ოპერაციას, უახლოეს რაღაცა ეგეთ გადაადგილებას. ეხლა არის, ეხლა იყო შანსი. ეხლა იყო შანსი. ყარსი ახლა გაჭერდა, რომელსაც უნდა წამოიღო ეს ტვირთები რკინიგზა და თქვენს რომ მომავალი წლის ბოლოს მომასწავლებლებს ვიღაც რაღაც შეუძლია. ეხლა ჭირდება, ეხლა. და ეს იყო ეს რომელიც ეხლა უნდა ყოფილიყო, მომავალი წლის იანვრიდან წამოიღო ამას უკვე ტვირთები და რეალურად თან აქ თელი ინფრასტრუქტურა რკინიგზა ძალიან ახლოს არის. სასტუმროები უკვე არის, სადაც ხალხი უნდა გაჩერებულიყო. თელი გეოლოგიური და ყველაფერი დამუშავება ამას დაჭერდა სამწუხაროდ წელიწადზე მეტი რომ კარგი პროექტი დაგვედო და უკვე პრაქტიკულად სასაცილოდ არ ყოფილიათ ამათ, მაგრამ ავაშენეთ ადგილობრივ პირობითად მერია დავრქეთ, მაგრამ საინვესტიციო ცენტრი, ინვესტორი რომ მოვიდოდა ხო აქ? სადღაც ხომ მიგიყვანა რომ დახადა რომ უკვე შენობაც არის. ფოთის აეროპორტი შენდებოდა, რომელიც ერქმოდა ფოთი ლაზიკა. გზა შენდებოდა ფოთამდე, რომელიც რა გზა არის, რომ რეალურად ფოთიდან აქამდე იქნებოდა 27 კილომეტრი არის პირდაპირ ხაზის. ჯერეთი ეს 27 კილომეტრი გზი ეხა რატო არის? ეხა არის სულ გამონაშენიანებელი, იმიტომ რომ ჭაობებია, ხო? და გზა არ არის. ამ ხელა ნაწილს შავი ზღვისპირეთში ჩვენ არ ვიყენებთ. არ არსებობს სოფლიოში ქვეყანა, რომელიც ამ ხელა ზღვის ნაპირს თუ ვითარდება არ იყენებს, იმიტომ რომ მთელი სოფლიოს განვითარება მიდის კომუნიკაციებისგან ზღვისკენ. 2050 წელს მოსახლეობის 90% სოფლიოში ცხოვრობს ზღვასთან ახლოს. ჩვენ ეს საგანძური გვაქვს და არ ვიყენებთ. დუბაის თუ კარგად დააკვირდები, დუბაის გასასვლელი ზღვაზე აქ ძალიან პატარა. ყოველ კვადრატულ მეტრს იყენებს დეტალურად და იმიტომ გააკეთა ის კუნძულები ყველა. ჩვენ აგერ ამ ხელა გვაქვს დარჩენილი. და პრაქტიკულად არ ვიყენებთ. და როგორც 67 კილომეტრს განვითარებდი, იქ არის საუკეთესო კლიმატის პლაჟები. გადამაგის ეს პლაჟები, ხა ეს პლაჟები მიაქვს. და ჩვენ მქონდა უკვე კრედიტი წამოღებული და ამ პლაჟებს გვაგზელებდით 100 მეტრი კიდე ანაკლიაში იქით. რა თქმა უნდა ეს პროექტიც მოკლეს, პირველი რაც ჩაჭრეს. ესე არ შემოვაგემ. როგორ არ შემოვა, ოღონდ მე ვფიქრობ არანაირი შანსი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სერიოზული ლოჯისტიკური ცენტრის და ახალი პორტის გარეშე არ აქვს. საერთოდ ანაკლია როგორ განვითარდა? აქ ჩვენ ვიყავით ერთხელ პატრულირებაზე, ჩვენ მესაზღვრეებს გავყევით ბიჭვით საკვატორიამდე და 2006-ში სადღაც აი ოჩამჩირსა და ოჩამჩირაძეს რო გამოცდით, სადაც გაგუფრთხილდა ეს კატერი და მე რაღაცნაირად ავად თუ კარგად მოვათრიეთ სადღაც აი იქამდე და მე აქ მოვიდნენ ეს მეთევზეები განმოგვანეს და მოყ არასდროს არ ვიყავ ნამყოფი ანაკლიაში და აქ ვიყავ ერთ-ერთ მოსახლესთან სახლში ქობალიებთან. და რუსებმა გამოაცხადა, რუსები იყვნენ განლაგებული ამ ციხეში. ეს არის ძველი ანაკლის ციხე და გამოაცხადეს განგაში. და გამოიგორეს ტყვიამქვეები, ავტომატები დადგენ ხუმბარტყორცნები და რაღაც საშინე განგაში ხო, იმიტომ რომ ჩვენ ბიჭებსაც ხო იარაღი ჰქონდათ და ჩათვალეს რომ რაღაც სახე შეერაღებული თავდასხმა ალბათ, რა ვიცი, ხო და ნუ მაშინ ნახე პირველ ძალიან კაი ხალხი დამხვდა, აი კარგი ხალხი, მაგრამ საშინად შეშინებული. მე ღამე შეშინებულიაზე? ნუ აქ სულ ყაჩაღობა ხდებოდა, საშინელება ხდებოდა. მე ორჯერ მოვედი ღამე და ერთხელ მახსოვს აი ვიყავით გადასული ეს არის პრიმორსკაია ადგილი ქვია ამას და მე რიხით ოტობაიესკენ ვიყავით, რომელიც არის ულამაზესი სოფელი, სამწუხაროდ ვიყავით ღამე ეს შესული და იქ ახლო და ადრეში გზაზე შეხვდნენ ეს
ადგილმოსახლე, ურემით და თავის და ისე შეეშინდა თუ და ეგონა ჩათვალეს რომ ბანდიტები ვართ. ხო, არა კონფლიქტური ზონა იყო და არის, ხო და და მე მივხვდით რომ წესი გონდა დავამყარდო ყოველთვის კონტროლებად ნაწილზე. და ასე რომ მე დაიწყო ეს განვითარება. აი ხა ეს ხიდი უკვე მისული უნდა იყოს აქ და ეს კუნძული უნდა იყოს თავიდანვე ესეთ ჩანაფიქრი იყო. ეს კუნძული უნდა იყოს აქ ბევრი რესტორანი, კაფე და კაზინოზეც იყო აქ ლაპარაკი, აი ხიდი უნდა მისულიყო ბოლომდე. აი ეს ადგილი, ამის მეორე ზედა ნაწილი, რომელიც არის ულამაზესი, ესეთმა დიზაინერი აქვს, ამერიკაში ცხოვრობს ქუთაისელი ნინო ხარაბაძე, მან გააკეთა ზემოთ და დიდი თვალი იდგება და ეხა ფოთის მეტალოკონსტრუქციების ქარხანაში დევს. მაგრამ რა თქმა უნდა ადგილმმართველობამ არ წამოიღო და ისე მინდოდა მოსწრება ოქტომბრის ბოლომდე, იმიტომ რომ უკვე დამზადებული იყო რაღაც აღებავია, არ მიიტანეს დროზე რაღაცა მოხდა და მოკლედ გაიჭედა, მივხვდი რომ გაიჭედებოდა რა. ესეც რომ დადგმულიყო ზემო და რაღაც ეს ლამაზ შუქურასავით იქნება და რა თქმა უნდა ეხა ამასაც მონათლავდნენ მორიგ სააკაშვილის სიგიჟე. მეგონა ხარ. გამარჯობა. თქვენ თავად როგორ ახართ? არა უშავ ბატონებისა, ხა თურქებს დავახციეთ თავია, ცოტა ჩვენ ამათ ვერ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ. თურქებს ვაუქენით 300 წელი გეწადი იბოგინეს და რომის იმპერია დაანგრიეს და ჩვენ ამათ ყველა აი ეს არის მაგარი განზოგადება. თურქები აქ თქვენი ციტა განზოგადება ისტორიულად. 300 წელიწადი ხოლმე ბრძოლი. არც ერთი არ მოვკდებით, სანამ საქართველოს თავისუფალი არ გახდება. არის ესეთი ძალიან კეთილშობილი ერთ-ერთი შეიხი, ერთ-ერთი დამფუძნებელი შეიხი და ლიდერი გაერთიანებულ არაბთა საემიროების, რომელიც მათ როცა ვიყავი აბუ-დაბიში, გამიყვანა თავისი ბულვარის სანახავად და მითხრა პალმე მოგწონს, მეთქვა კიდე გაჩუქო და მეთქვა რა ვიცი, რამდენი გინდაო? მეთქვა რამდენი შეგიძლია 5, 10, 20,000, რამდენსაც იტყვი. მეთქვა რამდენი შეგიძლია თქო. და მითქია რომ ეხლა ალბათ დავიწყდება და დააფრახდა 3 სოფლიოში ყველაზე დიდი უკრაინის თვითმფრინავი და 3 დღის თავზე გამოგზავნა 20,000 პალმა. და არა მხოლოდ გამოგზავნა და ეს 20,000 პალმის უმეტესობა დაირგა ბათუმში, არამედ გამოაგზავნა თავის სპეციალისტები, რომელიც მაგათ აქ ცუდი ზამთარი იყო შარშანწი და ესე იგი ყველა ხეს გადარჩენაზე მუშაობდა. მარტო რამდენიმე ათეულ პალმაზე დაახარჯა აქ რამდენიმე $100,000 გადაერჩინა. ეხა ამ კაცს ჩვენგან არაფერი არ უნდა, არც ბინა აქვს ბათუმში, არც სახლი აქვს, არაფერი არ აქვს, ხო? ეს ვიღაც ჩვენებს რო გონიათ რომ მოდი ანა მიიტაცება ჩვენ მიწას. აი, მაგრა არ აინტერესებს აქაურული მიწები და ხო, აი და უბრალოდ აღტოცებული იყო საქართველოს რეგიონი, ამენ გამოხატავდა ყველა რა მაგარები ხართ და თქვენ მართლა აშენებთ ახალ დუბაის. მოკლედ და ერთ-ერთი რითიც გამოხატეთ მადლიერება, აი ამ ხეივანს ამ ნაწილს დავარქვით შეიხის სახელი. პირველი რაც ქნა ბათუმის ერთ-ერთ საკრებულომ სასწრაფოდ გადაარქვა სახელი და დაარქვა გმირთა ხეივანი და თან მარტო ხეივანს დავარქვით. ეს ხეივანი არის შუაში, აქეთ-იქეთ ქუჩები შეიძლება ამისთვის დაერქვა გმირთა ქუჩა, ხო? აი ნახე როგორ მოუგეთ სააკაშვილის ნიშანი, ნახე და მე გამოვიდა რომელიღაც ლიდერი აქაური უზენაეს საბჭოს თორცლები და თქვა რომ პალმა არ არის ბათუმური მცენარეო. ბათუმური მცენარე არის ვარდები. პალმა არის, პალმა უნდა ამოძირკო. მადლიერების ნობა ხო კაი რაღაცა. აი რა რისი გამოხატულება ეს რომ ამ კაცს ესე შეაფურთხეს და გადაარქვეს მის სახელი. რა მოიგეს, ვის მოუგეს ნიშანი ამეთი კაცმა კეთილშობილმა ადამიანმა გაგეკეთა ესე ჯესტი. აი ამ პატარა მონაკვეთს რო ქმეოდა მისი სახელი, ამით რა ფუჭდებოდა, როცა თელი ბათუმი გაამწვანა და მოგებული ყველა ხეზე სათითაოდ გამოაგზავნა ხალხი კიდე რომ მე კიდე რაღაცნაირად ესენი გადაერჩინათ ამ სამთრის პირობებისგან. ამიტომ საერთოდ უმადურობაზე ცუდი პროდუქტი კაცობრიობას და ისტორია ჯერ არ შეუქმნია და მე არ მინდა რომ ქართველები ესე უმადურებად გამოჩნდეთ, იმიტომ რომ ეს მე ვცელდება, მე ერთმანეთს მოუყვებიან და
მინდა და მეკითხა თქვენ დარგულ პალმებს სულიან თუ არა თქვენ ანუ ესე გამოდის რომ ეს კითხვა აი ესე თქვენ და აქ ქონდა აი ეს ხელოვნური საციგურაო ჩამოვიყვანთ ვანკუვერში ვიყავი იქ ნახე ოლიმპიადას მე და ლევანი ვიყავით ერთად და სხვა ჩვენს ლენა ლევანს გაგვიჩნდა მოგვეწონა შენობები და ეს ორბის შენობების პროექტები უკან ეს ვანკუვერში ნახეთ რაღაც გავსი და სულ ვიძახოთ რომ რაღაცა კარგი იქნება ბათუმში ეგეთი ტიპის შუშის შენობები იმიტომ ვანკუვერიც ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქია ჩრდილო ამერიკაში და სოფლიოში და ეგეთ ვანკუვერი და მას ჩამოვიყვანთ ვერაკოვალია შუშის იდეები და ასევე ხელოვნური ყინულის მოედნები რომელიც აქ გავაკეთეთ მაგრამ ამას და მოვლა და ნუ ამიტომ პრაქტიკულად ეს ახლა აყრილია და გაფუჭებულია დიდი ყინულის მოედანი რომელიც გავაკეთეთ ამასიანად გავიარა გაჩერებულია შეიძლება იმედია ჩართავენ ზუგდიდში ცოტა გჭირდება ეხა ბიუჯეტში ქონდა შეტანილი რომ ბავშვების აღოდგინა და სამწუხაროდ ვერ შევასრულეთ ეს დაპირება ნუ ობიექტური მიზეზების გამო იმიტომ რომ არჩევნებზე ესე გადაწყდა რასაც თქვენი სახელი ერქვა ყველაფერი ჩერდება ხო ჩერდება ყოველ შემთხვევაში ხა ამას შეიხის სახელი ერქვა მაგრამ ამ შეიხმა რა დაუშვა ვერაფერ ვერ გავიგე თქვენ დაარქვით და ალბათ ეს არის წინა ნაწილი ბათუმის პირველი სამი წრირი რომელიც ავაშენეთ და რომელსაც ნუ ეხა თუ ხელა არ დაანგრიეს ვერაფერი ვერ გააფუჭებს გასაფუჭებელი ადგილი პრაქტიკულად აღარ არის მაგრამ აი ეს არის რეალურად ბათუმში მესამედი მაინც არის ესეთი ხო და ესა რაღაც ბიდონველი გეგონება მართლა და მთელი არცი არის იმაში რომ აი ახალ სახლებში რომელიც იქ შენდება პროცენტი ეკუთვნა მერიას დიდი ნაწილი რაღაც ნაწილი ამათი აი ბინების თითქმის უმეტესობა გადაეცა ამათ მაცხოვრებლებს მაგრამ ამის გარდა იყო 80 მილიონი წელიწადში ჩადებული რომ ესენი მთლიანად გაწმენდილი იყო ეს სხვა შორის ერთ-ერთი რაც არის თავი რომ ქალაქ თავარი წინ კი არ იყოს აი მაგას მეუბნებოდა Royal Caribbean-ის ამ საკრუიზო კომპანიის ხელმძღვანელი რომ თქვენთანო აი ჩვენ სადაც დავდივართ იმ Caribbean ეგრეთ წოდებულ 64-ზე ცოტა რო გაცდებიო ქალაქსო ეგრევე არის კოშმარი და თქვენო ქალაქის სიღმეში შედიხართ და ყველგან აკეთებთ და უნდა ჩამოგიყვანოთ იქაური პრემიერ-მინისტრებიო პრეზიდენტები რომ ნახოთო თქვენ როგორ აკეთებენ რომ თელი ყველა სიღმეში და მთლიანად ყველაფერს აღება გინდათ სამწუხაროდ ეს ახლა გაჭედილი პროგრამებია მაგრამ ეს როცა იძახით რომ ხალხმა რატომ იცა ხმა ასე თუ ისე აქ თუ ცხოვრობ და იმას უყურებ ბრაზდები ხო ჩვეულებრივი ასე რომ მე ამ ხალხს ვერ გავამტყურებ ერთ იმას ვერ გავამტყურებ რომ მოთმინება არ ეყო კავშირი ვერ დაინახა იმასთან ამაშოს ეხა ის ქალბატონო ქვემოთ რო ვაჭრობს ხო რა თქმა უნდა მისთვის მნიშვნელოვანია რამდენი ტურისტი ჩამოვა და ნუ ამ მოვაჭრების ნაწილს ეს ესმის და ნაწილი მაინც გაბრაზებულია იმიტომ რომ ნუ თვითონ ასეთ უბედურ მდგომარეობაშია 5 ლარის და 7 ლარის და 8 ლარის დღეში თუ იშოვა ეს მათთვის ბედნიერებაა ხო ამიტომ იმათ გაგება შეიძლება ვისაც ეს კავშირი და ერთმანეთ თავში აქვს და ვისაც არ აქვს იმითაც იმიტომ რომ ესე ცხოვრობს როგორც ის ხალხი ვინც ახლა ვნახეთ ამ ქემატება 1.63 სართულიანი უნდა ყოფილიყო სამწუხაროდ ჩამოვიდა 53-ზე არჩევნების შემდეგ მაგრამ კარგია მაინც იქ ემატება 33 სართულიანი აქ ემატება ნუ ხილტონი გაიხსნება წლის ბოლოს აგერ აქ შენდებოდა ძალიან მაგარი სასტუმრო ძალიან ლამაზი არქიტექტურა ესეთი ჩაფარიძე არქიტექტორი მაგრამ სამწუხაროდ გაჩერდა ჰოლიდეინი რომელიც გაიჭედა მაგრამ იმედია განაახლებს და რაც თავარია აქ უნდა აშენებულიყო ახალი პორტი ახალი საკრუიზო პორტი იქ და ნუ ნოემბერში უნდა დაწყებულიყო ეს საბაგირო მოვასწარეთ საბაგირო ეს იყო ჩემი თავიდან იდეა რომ ბაქთუმს უნდა ქონა თავისი ფუნიკულორი და ზემოთ ესეთი არგოს ტიპის როგორც არგონავტების გემის არგოს ტიპის რაღაც ოქროს ფერიშუშიანი როგორც იალქანი ესეთი რაღაც დიდი ისეთ გმება იქ იქნება ქორწილები იქ იქნება რაღაც საკონცერტო დარბაზი ვითხარი ღია იქ გარშემო იქ ქვემოთ ეკლესია რაღაცა ის მოედანია და ბათუმელებს ექნება თავის ფუნიკულორი თან ის ფერის და საიდანაც უნდა შეხედო ბათუმში რომ შემოდიხარ ხდება რომ დადიხარ ქალაქში ყველგან თან მოყვება საიდანაც უნდა ხედო სულ ცენტრშია აქედან ყველაზე მეტად რომელი ადგილი მოგწათ აქედან მე გეტყვი ყველაზე მეტად რომ არ მომწოს ეს არ მომწოს თავარი ეხა უკვე და თრიანეთ ეს რასაც ქვია ეს სკაილაინი ბათუმის მართლა სოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია და როცა დამთავრდება ეს შენობები ყველა ნუ ტრამპი სამწუხაროდ გაჩერდა ესეც მაგარი სიმბოლო იქნებოდა ძალიან
მაგრამ თვითონ ეს რა თქმა უნდა არის საქართველოს მართლაც აი ამ ეპოქის სიმბოლოა. თუმცა წავიდეთ ახლო ნახოთ. შენობა არ აკმაყოფილებს უნივერსიტეტის მოთხოვნებს. რომელი შენობა აკმაყოფილებს საქართველოს უფრო მეტად რამის მოთხოვნებს ვიდრე ეს. ჩვენ ამერიკის მთავრობის ფულით ვაკეთებდით აქ ამერიკულ უნივერსიტეტს კონკურენტებს. ძალიან არ უნდათ ამერიკელებს ხილარი კლინტონი დავარწმუნე ყველანაირად და მოკლედ დაგვთავთა ბოლოს. და $100 მილიონამდე გვაძლევდნენ ისინი. და ჩვენ ვდებდით, ჩვენ ჩავდეთ ეს შენობა, ამას ვამატებით კიდე 4000 კვადრატულ მეტრს იქ უნივერსიტეტს და აუდიტორიებს, უბრალოდ აუდიტორიებს და ბიბლიოთეკას. და ესე იგი რა იქნებოდა ქვემოთ სადღაც 10000 კვადრატული მეტრი ლაბორატორიები, აუდიტორიები, პირველი 10 სართული ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე უნივერსიტეტის პროფესორების სასტუმრო მოუწევთ თემსოფლიოდან საუკეთესო პროფესორებს და ქართველი სტუდენტებს აბსოლუტურ უმეტესობა მაგისტრატურაში განსაკუთრებით ისწავლე უფასოდ. ეს იყო ის, რომ სიტყვას დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისში, TSU, თავისუფალი უნივერსიტეტი და მე მოდიხარ აქ და იღებ მაგისტრის ხარისხს, რომელიც არის აბსოლუტურად სოფლიო სტანდარტი, იმიტომ რომ ამერიკული უნივერსიტეტების კონსორციუმი შემოდიოდა აქ. აი ამის მოკლა არაფერი ისეთ ზიანი არ მოუტანია ამ მთავრობას, ამ მთავრობას საქართველოს მოუტანს ძალიან ბევრ ზიანს სამწუხაროდ. ეს იქნება ყველაზე დიდი, იმიტომ რომ იმდენ დროს გვაგარგებს. მეორედ როდის მოგცემს კიდევ ვინმე 100 მილიონს რომ დავიწყოთ ასეთი უნივერსიტეტის შექმნა. რეალურად გვიჯდებოდა ინვესტიცია საბოლოო ჯამში, სადაც 150-160 მილიონი დოლარი, მაგრამ ნუ უმეტესობა როგორც თქვი ამერიკული ფული მათი ბიუჯეტის ფული არა ჩვენი და სამაგიეროდ აბსოლუტურად სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განათლება საქართველოში. ზემოთ ბორბალი, რომელსაც ცოდნის ბორბალი უწოდე მე, სინგაპურში რო ვიყავით მე და ვარშალომიძე, სინგაპურში არის ესეთი შენობა, რომელსაც თავზე ადგას გემი. და ფიქრობთ, რომ რაღაცა გვინდა ჩვენც ორიგინალური. თითოეული სოფლიო ჩადის მარტო იმ სანახავად, ხო? და ნუ ეს უკვე შენდებოდა მაშინ და ვიფიქრეთ, თქვით რომ თავზე დავადგათ ატრაქციონები. არ არის საკმარისი ადგილი. და მე მოდით შიგნით ჩავდოთ ეს ბორბალი. და დაურეკეთ ჩემ მეგობრებს უკრაინაში და ჩქარა გვჭირდებოდა უკრაინის მთავრობაში და სწრაფად გავუკეთეს ერთ-ერთ მეტალურგიულ ქარხანაში დაგვიმზადდეს ძალიან სწრაფად. და დროზე გავხსნით არჩევნებს. სულ მქონდა ეს რომ არჩევნებამდე მოვასწროთ, მაგრამ აზრად არ მომივიდოდა რომ ესეთი ავანტყოფური რაღაცა მოხდებოდა და გაუველებთ ასში რომ უნივერსიტეტი მოეხურათ, რომელშიც ამდენი ფული ჩაიდო უკვე. მაგრამ ხო ის საუბარი იმაზე რომ ეს უნივერსიტეტი სხვაგან აა გჯერათ ეხლა თქვენ ეგ რაღაც შენობა დაიწუნეთ უნივერსიტეტში. ყველაფერი ერთად. დამოძემოთ ბოლოსად. მოიცა ლიფტი უნდა მუშაობდეს ეს. შუქი ხო არის? კი, მაგრამ არ მუშაობს. ხაი. რამდენი საათი მიდაგერა? 35 წელს. არა. დამოწამო. ხო, ხილად მოეჯერებდი თავად. ბათუმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი სინამდვილეში. აი ესეთი კომბინაცია მთის, ხმელთაშუის და სხვა შორის ერთ-ერთი პროექტი რაც გვაქვს ჩვენ, ყურეში ხელოვნური კუნძულის გაკეთება, მიწის გაყიდვა და ამით დაფინანსება ბევრი პროექტების და იქ კიდე გაშენება დამატებითი პატარა ქალაქის აი ამ თავის გასართობი ცენტრებით, ვილებით, სასტუმროებით და აქეთ შემოხედვა ამის. ეს კიდეს რედესმა მოახერხებთ? აუცილებლად მოახერხებთ. და ეს არის ბორბალი, წარმოიდგინეთ, ზემოთ არის სტუდენტური კაფე. უნდა ყოფილიყო. აღარ არის. მაინც ვერ ამბობთ რომ აღარ არის. უნდა იყოს. და იქიდან აიღებდნენ ისინი თქვათ რაღაც ბუტერბროდებს, ჩამოვიდნენ, დაჯდებოდნენ აქ. აქ ჩამონტაჟებულია კომპიუტერები შიგნით, ესე სმარტბორდები თუ მაგრამ ეს უსაფრთხო შეთანხმებას არ ტოვებს, ხო იცით შორის. სრულიად უსაფრთხო. და შიგნით იტრიალებდნენ და თან ისწავლიდნენ. ხო აი თითქოს სიგიჟეა, ხო? მთელი მსოფლიო ხო ილაპარაკებდა. ხო იქნებოდა მაგარი რაღაცა საინტერესო. აი ეს იქნებოდა სტუდენტური თავარი დეკი. აქ იქნებოდა ბევრი ახალგაზრდა. აქ შეიყვარებდნენ სტუდენტები ერთმანეთს, აქ იჯდებოდნენ კონსპექტებზე. აი ეს შუშის კონსტრუქცია, მიუნხენში ვიყავი, მიუნხენის კონფერენციაზე 2006 და ძალიან მომეწონა ქალაქის ცენტრში და შუშის ვიტრაჟის რაღაცა და ერთი 4 დღე ვიარე და უყურებდი. და მე ვკითხეთ მუნიციპალიტეტს ვისი გაკეთებულიო, ქართველი სკულპტორი თამარ ჯორჯაძე. დავავალეთ ხელი ამ თამრიკოს, გამოვიქანეთ. კი, გაგვიშრო სისხლი. და ეს რო ჩამდგარიყო სხვა შორის პრეზიდენტის სასახლის ეზოში, თბილისში. და მე მოვკიდე ხელი და გადმოვიტანე აქ მოთხარ სასახლის ეზოში ვინახავდა მარტო სასახლის სტუმრები და მე ხო და აქ ნახულობს უამრავი ხალხი ბეროჯობია და მე ეს ქანდაკებები მეტალევანი ვიყავით ნიცაში და ნიცაში იყო გაკეთებული ესეთი ბუდის ქანდაკებები. ხო
ხო და ეს არის ვიღაც ესპანელი სკულპტორი, რომელიც ამ ესეთი სპეციალური მასალა ესე რო ნათება შიგნით. და უთხარით რომ ბათუმში ხوار გავუკეთებთ, ოღონდ ბათუმის სიმბოლო მოიგონა ლევანმა ეს სალამურიან ბიჭი. ესეც ლევანის რაღაც ეს იყო და სალამურიან ბიჭი. ამან თქვა კი რაზე გაგიკეთებთო? კაი ძვირი დააფასა. ოღონდ მარტო ბუდების გაკეთება შემიძლია. მოდო ბათუმში რა გვიდა ბუდა? არა მარტო ბუდები. ნუ კარგად იყავე. მე ბათუმელმა ხელმარჯვე ოსტატებმა მოიპარეს იდეა. გააკეთეს სალამურიან ბიჭები. კარგად ვესა ჯამთან იყოს. ბევრმა არ დაგიფასა, მაგრამ დადგებათ რომ ესე იგი თქვენ შევანაძის დროს აქციული იყო ქვეყანა, ხევზე დააყენეთ სკოლები, საავტომობილები, გზები, ხიდები. 1000 რამ მე თქვენ და მიოს აბა ზოგმა არ დაგიხსნა რა ვოცნება დარჩახავს. ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულე. მიდიგრე. მე დავი შეასრულე. რა ისეცნო ახლა მიდის კანეჭა თვა. დაპირება პესეისი მედიქონდა ვერ მომიმატა. იგი ვერ მომედა ვერ გაკეთდა. კი ასე. პოზიცია ბრაყუნება. ემღაყუნება ძალიან ბათუმურ გამოდგა. მადლობა, იცოცხლე. იცოცხლე. ბარსელონაში არის ქუჩა რამბლა და სულ მინდოდა ბათუმს ქონდა თავის რამბლა. ეს არის გაუდის დაპროექტებო რამბლა. აქ არის ძირითადად ვაჟა ორბელაძე. აი ნახე, სახე-სახლი რა ორიგინალურია. სახსაკ, პირი, თვალები, ცხვირი. სხვა. ნახეთ, ეს რა საინტერესო შენობა. თვითონ არქიტექტორია მერაბ ტყეშელაშვილი ვის არის? ძალიან კარგი არქიტექტორია თვითონ, მაგრამ ვაჟას დააპროექტებია, ნახეთ რა კაი გამოვიდა. და ეხა ნახეთ ეს არის კანში არის სასტუმრო რიცკალტონი. თავარ ქუჩა და თავარი სასტუმრო. ზუსტი ასლია იმ სასტუმროსი, რომელიც შენობა ზუსტი ასლი. რაღაცები პირდაპირ ზუსტი ასლი გადმოიღო. რაღაცები სრულიად ორიგინალურია. ეს არის სრულ ორიგინალური შენობები. Конечно, давайте. Спасибо. ეს არის სახელია საქართველოს. წარმოგიდგენთ, არქიტექტურის ჟურნალებში შედის სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი, პეკინი, ლონდონი, ბარსელონა და ბათუმი. და თბილისი და ქუთაისი. ამ ტემპით რომ არ გეშენებინათ ბარაკების პრობლემას უფრო ესეც ორბელაზია სხვა შორის. ბოდიშვილი ეს ფული საიდან მოდის? ბარაკების ფული მოდის იქიდან რომ აი ეს ყველაფერი შენდება, ესენი ხდიან გადასახადებს, მათ შორის ეს კაზინოები ხდიან გადასახადებს, ეს კაფეები ხდიან გადასახადებს, ამ სახლების გაყიდვაში პროცენტს იღებს მერია ოფიციალურად და ეს აბა ბარაკების პრობლემა ხაერდა მე რომ მქონდა ფული თავიდან კი 6 მილიარდი ეგრევე გავასახებთ იმათ, მაგრამ არა მაქვს. ხო და არ მქონია და არც არ მექნება ალბათ ფული, მაგრამ მექნება ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტი რასაც ჩოლობდა, ეს ხდებოდა მის გადანაწილება. და ეს შენობა რო ნახოთ, ეს შენობა ყველა ფასადის დეტალი არის სხვა. ეს როგორ გავაკეთეთ, რომ ავიღეთ ფოტოები ბათუმის სურათების, თბილისის სურათების და ყველა თითო ელემენტი ავიღეთ ყველა შენობიდან და ესე ერთმანეთს შევუხამეთ და ეს არის თბილისის და ბათუმის არქიტექტურის ნაზავი. ხო, ეს ვიცი. და ამიტომ დაარქვეს ამათ მიქსი.